მოგესალმებით, განვაგრძობთ მაუწყებლობას. ეთერშია გადაცემა სტუდია ნომერი 8, რომელსაც პარასკევობით მე ჟურნალისტი ლიზა კვესელოვ უძღვები. გადაცემაში კი საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე ბატონი დავით არხანმოურავი გსტუმრობს. მოგესალმებით, ბატონო. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველი რითაც საუბარი უნდა დავიწყოთ, ეს არის 2019 წლის 20-21 ივნისის დემონსტრანტების საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილება, რა პრეცედენტი გაჩნდა ამ გადაწყვეტილებით ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად, როგორც ვიცით, ხელისუფლების პასუხისმგებლობა გახდა ის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა გახდა ის რომ იმ დროს დემონსტრანტების მიმართ დაზარალებულ დემონსტრანტებს სახელმწიფომ კომპენსაცია გადაუხადოს. რას გვაჩვენებს ეს გადაწყვეტილება და მომავალში დადგება თუ არა მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, დარბევების საკითხთან დაკავშირებით, იგივე იმ ბრალდებებთან, რომელიც მომწამლავ საშუალებას ეხება და აი ამასთან დაჩენილ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით შეიძლება თუ არა მომავალშიც იგივე პრეცედენტები დადგეს. მე მაინც მოგიწოდებთ, რომ იქნებ ხალხს აუხსნათ რაზეა საუბარი. არ გონია რომ ყველას ახსოვს რა 2003 წლებში რა მოხდა, იქნებ დეტალურად ხალხს შეახსენოთ და მე კი ბატონო, 2019 წლის 20-21 ივნის დემონსტრანტების დარბევასთან დაკავშირებით კითხვები არსებობდა გახარიას პასუხისმგებლობის ნაწილში ადამიანებს ძალიან სერიოზული დიახ ეს 19-20 ივნისი 2019 წელს რა მოხდა? 2019 წელს იყო დემონსტრაცია პარლამენტთან, ეს ხდებოდა 20 ივნისს და დემონსტრანტებს იქ იყო ნაწილი ხალხის, ვისაც სურდა შეჭრა შენობაში, იდგა სპეცნაზი, რომელიც არ უშვებდა ამ ხალხს შენობაში. პრინციპში სპეცნაზი უმკლავდებოდა მაშინ ამ დემონსტრანტებს და იქ იყვნენ მათ შორის ისეთი ხალხიც სააკაშვილის მომხრეები, რომლებსაც რაღაც პროვოკაციაც სურდათ და მართლა სურდათ სადღაც შეჭრა და იდგა სპეცნაზი, რომელიც არ უშვებდა, პრინციპში თითქმის დაშალა ერთხელ, მერე თავიდან შეიკრიბნენ, რაღაც რთული პროცესი მიდიოდა და მერე უეცრად მოხდა რეზინის ტყვეების სროლა. აი ეს უნდა გავახსენოთ ხალხს, ხო? დაზარალდნენ ადამიანები. დემონსტრაცია იყო პარლამენტთან, მათ შორის მართლა იყო ვიღაც ადამიანები, ვიღაცაც იქ შეჭრა სურდა, სპეცნაზი ამათ აკავებდა და მერე უეცრად მოხდა სროლა რეზინის ტყვეების, რომლის საჭიროება არ იყო. არ იყო არანაირი საჭიროება ამ რეზინის ტყვეების სროლის, რატომღაც და დაზიანდნენ ადამიანები, თვალი დაკარგა ერთმა ადამიანმა, იქ რამდენიმე ადამიანმა მიიღო მძიმე დაზიანება. კი ბატონო. ამას მოყვა მერე მთელი პროცესები. სრულად გაუგებარი იყო, რატო მოხდა ამ რეზინის ტყვეების გამოყენება. ჩვენ მაშინ თუ ახლა ვლაპარაკობთ ჩვენს გუნდზე, ჩვენს პარტიას და ჩვენ გუნდზე, ჩვენ მაშინ თქვით, რომ რეზინის ტყვეების გამოყენება არა მარტო არ იყო აუცილებელი, საერთოდ საჭიროც არ იყო და არ იყო სწორი. არანაირად არ იყო სწორი, ეს დანაშაული იყო. საჭიროება საერთოდ არ იყო ამის. ფაქტობრივად იქ როგორი პროცესი მიდიოდა, აი ეს პროცესი უნდა გავახსენოთ ხალხს ახლა სამწუხარო რომ კადრები არ არის, თუ გაქვთ კადრები უნდა გაუშვათ, თუ ტექნიკურ ჯგუფს აქვს კადრები და გაუშვებს, კარგი იქნება. ის დემონსტრანტები თუ გახსოვთ ხანგრძლივი პროცესი მიდიოდა, რაღაც მომენტში შეთხელდა, მერე ისევ მოიმატა, ისევ შეთხელდა, თითქმის დაიშალენ, მერე ისევ შეგროვდნენ. იქ ნამდვილად იყო ერთი 300 კაცი მეტი არა, რომელიც იყო უბრალოდ მომხრე კი არა იქ სააკაშვილების, რომლებსაც აქტიურად სურდა რაღაცნაირად შეჭრა, ესეთი რაღაც იყო, მაგრამ დანარჩენი დემონსტრანტების დიდ ნაწილს არცად არანაირი შეჭრა არ სურდა. საერთოდ უნდა გითხრათ, რომ მთელი ეს ეგრეთ წოდებული გავრილოვის ამბავი ეს ამასთან იყო დაკავშირებული, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე გაუგებრობა იყო. და გაუგებრობა არ არის, ახლა არავინ არ ამახვილებს ყურადღებას ამ პროცესებზე. ჩვენ მაშინ ძალიან მძიმე განცხადებები გავაკეთეთ, ძალიან მძიმე. იმიტომ მაშინ ირმაინაშვილი იყო ვიცე-სპიკერი და ახლა არავის არ ახსოვს. მანდ იყო მთელი რიგი გაუგებრობები. პირველი გაუგებრობა იყო ის, რომ რელიგიური, ეს იყო ესეთი კონფერენცია, ფაქტიურად საპარლამენტაშორისო კონფერენცია იყო, რომელიც მართლმადიდებლურ საკითხებს ეხებოდა და გავრილოვი გახდათ ხელმძღვანელი. კი ის რუსი დეპუტატია, მაგრამ ეს საერთაშორისო დელეგაცია იყო, ესე იგი რუსი კი არის თვითონ გავრილოვი.
ბაბუა ყავს თუ ბებია ქართველი და ისე რუსი კი იყო, მაგრამ ეს იყო საერთაშორისო საპარლამენტო ჯგუფი, აქ პარლამენტარები ევროპული ქვეყნებიდანაც, საერთოდ ყველა მართლმადიდებლური ქვეყნებიდან. ანუ აქ იყვნენ ბერძნებიც, აქ იყვნენ სერბები, პოლონელი მართლმადიდებლებიც იყვნენ, სხვა შორის გერმანელი მართლმადიდებლები, აქ სხვადასხვა ქვეყნების მართლმადიდებლები იყვნენ და გავრილოვი ხელმძღვანელი, ანუ არჩევა გავრილოვისა ამ კომისიის თავმჯდომარე და ამ ჯგუფის ხელმძღვანელად საქართველოსთან არაფერ კავშირში არ იყო, ეს მოხდა ევროპაში, ევროპელებმა აირჩიეს ის ხელმძღვანელად, მე რა რუსი იყო, ევროპელებმა აირჩიეს. და შემდეგ მოიწვია აქ საქართველოს ხელისუფლება. ნუ, როდესაც ასეთი მოწვევა ხდება, ეს მოწვევაც იმიტომ კი არ მოხდა, რომ უნდოდა საქართველოს ხელისუფლებას, ეს ყველაფერი გეგმიურად ხდება ევროპარლამენტის ფარგლებში. მაგრამ როგორც წესი, ასეთი კომიტეტების სხდომები იმართება არა ცენტრალურ დარბაზში. აი აქ იწყება მთელი რიგი გაუგებრობების. ბატონი კობახიძე გახდათ მაშინ თუ არ ვცდები პარლამენტის თავმჯდომარე და რატომღაც მან გადაწყვიტა, რომ მთავარ დარბაზში მოხდეს ეს სხდომა. მაშინ როცა ეს სხდომა შეიძლება მომხდარიყო არა მთავარ დარბაზში. და როგორც წესი ესე ხდება კიდევაც. იმ ევროპულ ქვეყნებშიც ამ ტიპის სხდომები, ამ რელიგიური ჯგუფების სხდომები, ეს საპარლამენტო შორის კომისია, ასე ქვია. ესენი იმართება ხოლმე არა მთავარ დარბაზებში. აქ რატომღაც ბატონმა კობახიძემ და ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ მთავარ დარბაზში მოხდეს. მერე პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ თავმჯდომარის სავარძელში რო დაждდეს ადამიანი, ამას ჭირდება ბიუროს გადაწყვეტილება. ვიცე-სპიკერიც რო დაждდეს, ბიურომ უნდა გადაწყვიტოს. და უცებ ეს კაცი აღმოჩნდა იქ. ვინ დასვა იქ? ვინ? კობახიძე იყო, ბრძანდებოდა მან, თავად კობახიძემ დასვა. და უყურეთ რა მოხდა 15 წუთში იქ გაჩნდნენ უცებ მთელი ნაცმოძრაობის პარტიები და მათი აქტივისტები და უკვე პლაკატები ეკავათ ხელში, რომელი პლაკატების წინასწარ იყო დაბეჭდილი. იმ პლაკატების დაბეჭდვა სულ ცოტა 2 საათი მაინც ჭირდება და გაკვრა, ხო? ესენი წინასწარ ვიცით უკვე დღეს ჩვენ, რომ წინა ღამეს ჰქონდათ ეს ყველაფერი მომზადებული, ეს უკვე ყველა მიცის დღეს. საიდან მოხდა ეს? ანუ მე ვამბობ, რომ ეს ქართული ოცნება თავად იყო მაშინ გარიგებული და კოხაბიტირებული ნაცებთან და ეს გააკეთეს განზრახი. იმათ წინასწარ ჰქონდათ ეს პლაკატები დაჯღაპნილი, წინასწარ ყველაფერი იცოდა, ეს მიიყვანეს ამ დარბაზში, დასვეს ამ სავარძელში, ისინი შემოვარდნენ 10 წუთში და მერე პარლამენტს აქვს გასასვლელი, სათადარიგო გასასვლელიდან კი არ გაიყვანეს უკან ცენტრალური, უკანა გასასვლელიდან, სადაც უკანა მხარეს არის ცენტრალური ერთ-ერთი, ორი ცენტრალური შესასვლელია წინიდან და უკნიდან, სადაც ბიუროა რეგისტრაციის. იქიდან გაიყვანეს, იქ უკვე მომზადებული ხალხი იდგა პლაკატებით ასევე, იმათ საიდან გაუჩნდათ ეს პლაკატები და პომიდრებით, წაიყვანეს სასტუმროში ეს კაცი, სასტუმროდანაც გაიყვანეს არა სათადარიგო გასასვლელიდან, არამედ იქაც საჯარო გასასვლელიდან გაიყვანეს. ბოდიში, აი პარლამენტში ცენტრალურია წინ და საჯარო ქვია იმ უკანა შესასვლელს. იმ საჯაროდან გაიყვანეს და აქაც სასტუმროდანაც იგივე მოაწყეს, აქაც რაღაცა ხან პომიდორი, ხან კვერცხი, ხან რა ესროლეს და მერე დაიწყო რაღაცა აქციები. და ეს ყველაფერი ამის აქტიური თანამონი მაშინ ჯერ კიდევ ქართული ოცნება და თავად ხელმწიფე ივანიშვილი თამაშობდნენ რაღაც ამერიკასთან ვითომ მეგობრობდნენ. ვითომ არა, მაშინ მეგობრობდნენ და რაღაც ამერიკულ თამაშებს თამაშობდნენ და ეს ერთად დაგეგმეს და გააკეთეს. ოღონდ როგორც იცის ივანიშვილის და ქართულმა ოცნებამ და მათმა ხელისუფლებამ სხვისი ხელით, ესენი ხო მთელი 12 წელი ყველაფერს აკეთებდნენ, რასაც ნაციონალური მოძრაობა, ოღონდ ნაციონალური მოძრაობის ხელით და ყოველთვის იმად ბრალდებოდა და ეს ნათლად გამოჩნდა, რომ ერთობლივად გააკეთეს. აი რატომ დაიგეგმა, ისთვის სჭირდებოდა? ეს სხვა რამე იყო, ეს იყო აქცია რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ერთად დაგეგმა ქართულმა ოცნებამ და ნაცმოძრაობამ და ერთად აღასრულა. არაფერი ჰაერი ამ აქციის არსი, არაფერი არ იყო, ეს გაკეთა ამერიკელების გულის მოსაგებად. ან დასავლეთის, როგორც იცის ქართულმა ოცნებამ საკენკს უყრის ხოლმე, რაღაც საკენკი დაუყარა დასავლეს თავის ჭკუით ამ საქმისთვის.
რომ თითქოს ამის მერე რა მოხდა რუსეთთან ფრენები შეწყდა რუსეთთან ეკონომიკური რაღაცეები გაწყდა აი ამ საბაბით ანუ ამას სხვა მიზანი ჰქონდა მაგრამ გადაიზარდა სხვა რამეში როგორც ყოველთვის ქართულმა ოცნებამ და აი რთული გასაგებია შეიძლება მაგრამ მე ვცდილობ რომ იოლად მოვყვე სინამდვილეში კოხაბიტირებულები იყვნენ მაშინ ძალიან და ერთმანეთთან გადაბმულები იყვნენ ნაცმოძრაობა და ქართული ოცნება და ივანიშვილი თავად და კობახიძე უმტკიცებდნენ დასავლეთს რომ ერთგულები ვართ თქვენი და აი ამ დროს არასოდეს არ იყვნენ ერთგულები ესენი ყოველს თავის თამაშს თამაშობდნენ და ამ ერთგულების დასამტკიცებლად დაიგეგმა ასეთი აქცია რომ თითქოს რუსებს სილა გააწნეს რუსები რა შვეში ეხლა კი ბატონო გავრილოვი რუსი იყო მაგრამ და ამის საფუძველზე მერე შეწყდა ფრენები და ჩვენ მივიღეთ გარკვეული ეკონომიკური ზიანი, მაგრამ ეს გააკეთა ქართულმა ოცნებამ იმის დასამტკიცებლად, რომ აი რაღაცა ვითომ თქვენი ერთგული ვარ. ვიმეორებ ამ დროს თავის თამაშს თამაშობს, მაგრამ რა მოხვა? საქმე იმაშია, რომ ქართული ოცნება და ნაცმოძრაობა ხო ერთმანეთს სულ ატყუებენ, მიუხედავად თავის კოხაბიტირებისა, ისინი ერთმანეთს მუდმივად ატყუებდნენ. აქაც ეს მოხდა. უცებ დაიწყო აქციები პარლამენტის წინ და უცებ გაირკვა რომ ამ აქციებში 300 კაცი მონაწილეობს რომელსაც მართლა უნდა პარლამენტში ეჭრა რაც იყო ქართული ოცნებისთვის გამაოგნებელი და მოულოდნელი იმიტომ რომ ერთად მოილაპარაკეს ერთად დაგეგმეს გავრილოვის ამბავი ერთად გააძევეს ეს გავრილოვი და კომანდ კონტროლს გაცდა შემდეგ ხო ალბათ და შემდეგ დაიწყო პროცესი რომელიც მოულოდნელი იყო ქართული ოცნები ხა მიტინგი არ იყო მოულოდნელი მაგრამ ის რომ ვიღაცა სადღაც შევარდნა მოუნდება მოულოდნელი იყო და ამ მომენტში ქართულმა ოცნებამ წარმატებით უმკლავდებოდა ამ მიტინგს არანაირი საჭიროება არ იყო მაგრამ მე ვფიქრობ რომ აი დასაჯეს ის ნაცმოძრაობა ამიტომ გამოიყენეს ეს რეზნის ტყვეები რაც იყო გადამეტება ძალის და რაც იყო დანაშაული და მე მინდა ჩვენი პოზიცია შეგახსენოთ რომ ჩვენ მთელი იმ დღის განმავლობაში პარლამენტში ცირმაინაშვილი პირდაპირ გამოდიოდა და ამბობდა რომ აი საერთოდ საოცრებაა როგორ გაჩნდნენ ესენი პლაკატებით აქ ამას ამხელდა ყველაფერს. აი პირდაპირ გამოდიოდა და იძახდა ამიხსენით, რატომ ამ დარბაზში რატო ჩაატარეთ ხდომა და არა აი გვერდზე დარბაზში. ამიხსენით, რატო დასვით ამ სავარძელში. პირდაპირ ქართულ ოცნებას ეუბნებოდა. ამიხსენით, აი ამათ პლაკატები საიდან ჰქონდათ. ამიხსენით, რატო გაიყვანეთ საჯარო გასასვლელიდან და არა სათადარიგოდან. ამიხსენით, სასტუმროში რატო გაიყვანეთ იქიდან, ვერ ხსნიდა. და ბოლოს მოხდა აი ამ რეზნის ტყვეების გამოყენება და ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ეს ნუ ცდება ყველანაირ გონივრულ ფარგლებს არაფერი საჭიროება აღარა ამის. მაშინ მე მინდა შეგახსენოთ, აი რა არის ქართული ოცნების ქამელეონობა. ბატონი კობახიძე გამობზანდა და თქვა, რომ ალტერნატივა არ არსებობდაო, აუცილებელი იყო რეზნის ტყვეების გამოყენებაო, ამას ალტერნატივა არ არის, ზუსტად მახსოვს მისი სიტყვები, ალტერნატივა არ ქონდა. და მე მიდიოდა, რომ ეს მოხდა გახარიას ბრძანებით თუ არა. მე მინდა შეგახსენოთ გახარიას განცხადებები მაშინ. გახარია ამბობდა მკაფიოდ, რომ არც ერთხელ არ თქვა, რომ მე გავეცი ბრძანება. ის იძახდა, რომ ვინ გასცა ბრძანება არ აქვს მნიშვნელობა. დამნაშავე ვარო, იმიტომ რომ მინისტრი ვარო, შესესეს და ამიტომ ვარო დამნაშავეო და არავით არის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გასცა ბრძანებაო და არც ერთხელ არ თქვა, რომ მე გავეციო ეს ბრძანება. კი ბატონო. ეხლა დღეს ეს მნიშვნელობა, იმიტომ რომ დღეს მისი პარტია აცხადებს, რომ არ გაუწია ეს ბრძანება. და კობახიძე ამბობდა, რომ ალტერნატივა არ არის. ამის მერე გახარია დააწინაურეს თქვენს რომ ეს წინვალე ჩატარებული რაღაც ოპერაცია იყო, გახდა პრემიერ-მინისტრი და მერე ცოტა ხანში უცებ დაიწყეს რომ გახარია მოღალატეა, რომ გახარიამ გვიღალატა და მერე დაიწყეს უცებ ლაპარაკო ჩვენ გვაქვს შეკითხვები, რატო გამოიყენეს რეზნის ტყვეები. ანუ ჯერ იძახდნენ რომ ალტერნატივა არ იყო. ფაქტობრივად გამოდიოდა რომ ეს გადაწყვეტილება ყველამ ერთად მიიღეს. მერე დაიწყეს რომ ესო ჩვენ არ ვიცითო და გახარია დამნაშავეა, რატო გამოიყენაო. თავისივე საკუთარი გუნდის წევრი, რომელიც ამის გამო დააწინაურეს, მერე მას დააბრალეს ყველაფერი. და თქვენს რომ ეს გახარიას ბრალია, მანისროლა და დანაშაულია. მანამდე იძახდნენ რომ ალტერნატივა არაა და სწორ ქმედება იყო, მერე თქვენს რომ დანაშაულია. ბატონ დავით, ახლა ამასობაში ევროკავშირმა, ევროსასამართლომ განიხილა ეს საქმეები და დასკვნა გამოიტანა რომ ეს იყო დანაშაული. ნუ კომპენსაცია დაეკისრა იქ 600,000 евро თუ არ ვცდები ხა რას უშველის ეს კომპენსაცია ადამიანს რომელმაც თვალი დაკარგა ხა იმას ფულადი კომპენსაცია რაც დაეხმარება ეს 600,000 евро ერთ ადამიანზე კი არა ყველა დაზარალებულზე გაიყოფა ეს თანხა
და არ ვიცი ახლა 50000-იც რო შეხვდეს იმ ერთ ადამიანს თვალე რა უშველის, ახლა თვალი გაუჩნდება, რა თქმა უნდა ეს ტრაგედიაა და უბედურება. და აი ახლა როცა ეს პროცესი წავიდა, აქ ახლა ყველაფერი წამებისკენ მიდის, გესმით, უნდა გადაბმულად დაინახოთ ეგ. იქით ბრალდება ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლაში. გამოვიდა კიდევ ერთი გაეროს სპეციალური წარმომადგენელი წამების საკითხებში, რომელმაც განაცხადა, რომ როგორ შეიძლება ახლა კობახიძის ხელისუფლებამო თვითონ გამოიძიოს თავისი დანაშაულიო. აქ ახლა ევროსასამართლომ გამოიტანა, რომ აი ხედავ, ფაქტიურად წამებაში გაიყვანეს ეს და დააჯარიმეს ეს ხელისუფლება. გახარიას პარტია აკეთებს განცხადებას, რომ ჩვენ არ მიგვიცია ბრძანება, თუ მას არ მიუცია ბრძანება, მაშინ ვინ გასცა ეს ბრძანება? ბატონ დავით, ისე რამდენად სწორი არის ზოგადად, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ მხოლოდ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები გახარია იყო. მთლიანად კოლექტიური ქართული ოცნების პასუხისმგებლობა არ არის, როდესაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილება არის ხოლმე მიღებული. მხოლოდ ეს გადაწყვეტილება რამდენად მე პირადად წარმოუდგენლად მერჩვენება, რომ ერთ ადამიანს მიიღო ასეთი სერიოზული ტიპის გადაწყვეტილება, როგორც ხდება ხოლმე ახლა გახარიაზე ამ საკითხში. პასუხისმგებლობა ყოველთვის კოლექტიური, ახლა ქართული ოცნება ისეთი ორგანიზაციაა, ჩვენ ამას ხედავთ, რომ ხან დააკვირდეთ ქართული ოცნება, როგორც უნდა ისე ლაპარაკობს და თავის საკუთარ თავის საწინააღმდეგო წინადადებებს ამბობს ხშირად. ჯერ იძახდა, რომ უალტერნატივო გადაწყვეტილება იყო, მერე ამბობდა, რომ კაი გადაწყვეტილება და სწორი იყო, ამერე ამბობდა, რომ გახარია შეუცვლელი, ყველაზე ღირსეული, ყველაზე ერთადერთი ჭკვიანი, სანდო და გენიოსი და რა ვიცი, დედამიწის ზურგზე ნომერ პირველი პრემიერ-მინისტრია. დიახ. და ბოდიში ვინ არის გახარია? აი, მართლა ვკითხულობ. აი, ვინ არის გახარია? რა პოლიტიკური წარსული აქვს მას? არავით არის. გახარია როდესმე სადმე იყო? ცხინვალის ომში იყო გახარია. სოხუმის ომში იყო გახარია. დავით გარეჯისთვის იბრძოდა გახარია. მე ტერიტორიებზე ვლაპარაკობ. ეკლესიას იცავდა გახარია. მიშა სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა გახარია. პატიმრებს იცავდა გახარია. რომელ პოლიტიკურ პროცესში როდესმე მონაწილეობდა გახარია? საერთოდ კაცი არ არსებობდა საქართველოს არც პოლიტიკაში და საქართველოში. გახარია იყო კაცი, რომელიც რუსეთში კითხულობდა ლექციებს. რიგითი პედაგოგი იყო. რაიმე ცოდნა აქვს გახარიას განსაკუთრებული, რომელიც ცოდნაც არა აქვს სხვა ვინმეს, ან მასზე მეტი ცოდნა არავის არა აქვს. საიდანღაც კაცი გაჩნდა, უცებ მოსკოვიდან ჩამოიყვანეს, ჯერ გახადეს ომბუდსმენის მოადგილედ, მერე მოეწონა ივანიშვილს, გახდა ომბუდსმენი, მერე გახდა შსს მინისტრი, მერე გახდა პრემიერ-მინისტრი და უცებ იყო ლაპარაკი, რომ ეს არის ყველაზე გენიალური, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე განათლებული, რატო? რომელი კრიტერიუმით იყო ან ყველაზე განათლებული, ან ყველაზე გენიალური, ან ჭკვიანი, ან რომელი კაცი საერთოდ არც პოლიტიკაში იყო ქვეყნის, არც ეკონომიკაში იყო ქვეყნის, არც სამეცნიერო წრეები არ იცნობდნენ, არავინ არ იყო. როგორც ჩვევია საერთოდ ივანიშვილის ხელისუფლებას, აი არავინ ადამიანები ჩამოყავთ, უცებ გააფეტიშებენ, ანუ განადიდებენ წარმოუდგენლად, სადღაც დანიშნეს ეს კაცი განადიდეს ყველანაირად, მერე ყველაფერს ამ კაცს დააბრალებენ, აი ყველაფერი დააბრალეს ამ გახარიას. ანუ ჯერ ერთი უსამართლობა, რომ სრულიად დაუმსახურებლად ადამიანს ზეცამდე აიყვან. მერე მეორე უსამართლობა, რომ იქიდან ასევე დაუმსახურებლად დაანარცხებ. ჯერ იძახდნენ, რომ ესე იგი რამის რა ვიცი, გააღმერთეს კაცი, მერე ყველანაირი დანაშაული დააბრალეს, რაშიც არ მეუძღვის. აი მე მინდა რომ სწორედ გაიგოთ, მე განა რა საერთოდ არ ვიცნობ გახარიას პირადად და საერთოდ არაფერი არ მაქვს მისაცი. უბრალოდ ყვები, რომ გასაოცა არასწორია ეს ყველაფერი. არ საიდან მოყავთ ადამიანი განადიდებენ, ღვთაებამდე აიყვანენ, მერე დაანარცხებენ ბოლომდე მიწაზე და ნუ ყველაფერს დააბრალებენ. ეს არის ტიპიური მაგალითი ქართული ოცნების. და ეხლა თუ კი რამის დაბრალება შეიძლება, ყველაფერი ბრალდება გახარიას. აი ტიპიურად ესე იქცევიან. ეხლა მიდის ჭობა, რომ ეს არის გახარიას ბრალი. გახარიას პარტია ამბობს, რომელიც პარლამენტში შევიდა, იმიტომ რომ გაუქმდებოდა სხვანაირად არ შესულიყო, რომელიც ამბობს, რომ არ გაუწია ბრძანება. მაშინ იბადება კითხვა, ვინ გასცა ეს ბრძანება? ვის შეეძლო კიდე გაეცა ბრძანება? ისროლა ვინ? ნუ ვიღაც სპეცნაზელმა. რომელიღაცა განყოფილების, არ ვიცი, სპეცნაზის რომელიღაც ჯგუფის წარმომადგენელმა. მას ხო ეს ვიღაცამ დაავალა? რა თქმა უნდა. ვინ დაავალა?
ვინ დაავალა, ესე იგი ერთი არის გახარია. თუ გახარიას არ დაუვალებია, მაშინ ვის შეეძლო? კიდე ვინ არიან უშიშროების სტრუქტურის წარმომადგენლები, ძალოვანი სტრუქტურის, რომელი სტრუქტურის წარმომადგენელს შეეძლო დაევალებინა. საერთოდ ეხლა ჯერ ისიც არ ვიცით ჩვენ იქ მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ სპეცნაზი თუ მაგალითად ასევე უშიშროების სპეცნაზი იყო ან სხვა რომელიმე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ვინ იყვნენ არ ვიცით. მეორე თუ ეს გახარიამ არ გასცა ვინ გასცა ძალოვანმა რომელიმე მინისტრმა ან მოადგილემ თქვათ გახარიამ არ გასცა ბრძანება მისმა რომელიმე მოადგილემ გასცა ებრძანება მაშინ უნდა გავიგოთ ის მოადგილე ვინ არის ამ მოადგილემ თუ გასცა ან თქვათ სხვა სტრუქტურის ძალოვანის წარმომადგენელმა გასცა მას ვინ დაავალა თავისი ნებით გააკეთა თუ მას მაშინ ვინ იყო პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარე იყო კობახიძე, პრემიერ-მინისტრი არ მახსოვს ახლა ვინ იყო მაშინ. პაპუაშვილი ხო? არა, პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრი არასოდეს არ ყოფილა. მე არ ვიცი მაშინ ვინ იყო პრემიერ-მინისტრი, ახლა ვერ ვიხსენებ. პრემიერ-მინისტრმა გასცა ეს ბრძანება, პარლამენტის თავმჯდომარემ გასცა ეს ბრძანება, საერთოდ ვინ გასცა ეს ბრძანება? ჩვენ ეს არ ვიცით. ახლა კარგი იქნება რა თქმა უნდა რომ გავიხსენოთ ვინ იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი. მაგრამ აქ ეხლა სხვა ნიუანსია. დიახ. საით მიდის ეს ყველაფერი? მამუკა ბახტაძე გახდათ. მამუკა ბახტაძე არც ერთ შემთხვევაში ვიცნობდი მე ასეთ ბრძანებას არ პირადად არ ვიცნობდი, ვიცი ვინც იყო, ის არ გასცემდა და ვერც გასცემდა ესეთ ბრძანებას, ეს ახალი პრემიერ-მინისტრი იყო და გამორიცხულია სულიად რომ ამ დონეზე რაღაცას ჩარეულიყო. ესე იგი საით მიდის ეს ყველაფერი? თუ არ გაუწია როგორც ამბობს გახარიას პარტია გახარიას მაშინ ვინ გასცა ვიმეორებ ვარიანტები რა არის მინისტრის რომელიღაც მოადგილემ სხვა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელობამ რომლებმაც ვისი დავალებით პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძის დავალებით აქაც წამების მუხლი უდგება უნდა გააცნობიეროს ივანიშვილმა რომ შეიძლება მივიდეს საქმე იქამდე რომ თქვან რომ ეს ივანიშვილის ზანებით მოხდა კი ბატონო აი ამაშია საქმე რომ აქ ბევრად უფრო რთულ პროცესთან გვაქვს ჩვენ საქმე ვიდრე ახლა ჩვენ ასე უყურებთ ამას. კი და რაც თავარია დღეს უკვე საუბარია დაწყებული იმაზე რომ სწორედ ბოლო აქციების დროს ქიმიური იარაღით შეიძლება ყოფილიყო ეს დარბევები ადამიანებზე გამოყენებული და ადამიანები პირდაპირ საუბრობენ რომ მათ დღემდე აღენიშნებათ რაღაც ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებები და ამ საკითხთან დაკავშირებითაც შეიძლება ძალიან მალე ანალოგიური ტიპის გადაწყვეტილება ამას აცნობიერებს თუ არა ქართული ცნება რომ შემდეგი ნაბიჯი შეიძლება ასეთი გააცნობიეროს ერთი რამე რომ ყველაფერი მივა ბოლოს ან კობახიძემდე ან ივანიშვილამდე და ივანიშვილმა უნდა გააცნობიეროს პირველ რიგში რომ ყველა ბრალდება ბოლოს მივა მასთან ეს უნდა გააცნობიეროს რომ აქ რთული პოლიტიკური თამაში მიდის და მეორე მხარეც არ არიან სულელები და ჭკვიანი ხალხია იქითა მხრიდანაც ის ევროსასამართლო თუ სხვა როგორც ეს ბევრ სხვა ქვეყანაში მოხდა აი ამას დაუკვირდით ეხლა რომ რაც არ გაკეთდა დაუშვათ დიდი ხანია მიდის სერიოზული დაპირისპირება დასავლეთს და რუსეთს შორის ეს დაპირისპირება ბოლო 20 წელია უკვე ძალიან ესეთ აქტი იყო პერიოდი როდესაც იყო მეგობრობა მათ შორის დაახლოებით 15-20 წელია უმძიმესი დაპირისპირება ხა აღარავის არ ახსოვს რომ 15-20 წლის წინ პერიოდი იყო როდესაც ძალიან ტკბილი ურთიერთობა იყო რუსეთს და დასავლეთს შორის მერე დაიწყო დაპირისპირება ამ დაპირისპირების პროცესში ყველაფერი რაც მოხდა სკრიპალები რო არის ეგეთი ოჯახი თუ გახსოვთ მოწამლეს და ისიც არ ვიცით მოწამლეს თუ არა მაგრამ მერე გამოცხადდა რომ ისიც კი პუტინს დააბრალეს ანუ ყველაფერი პირველ პირს ბრალდება ვინმე სხვამ თუ გააკეთა კიდევაც მაინც ბრალდება პირველ პირს მე ამას ტყუილა არ ვლაპარაკობ მინდა რომ გაიგოს გააცნობიეროს ქართულმა ოცნებამ რომ აქ ყველაფერი დაბრალდება ბოლოს ივანიშვილს ეს ამას აცნობიერებს ივანიშვილი კობახიძეს და ივანიშვილს დაბრალდება ეს სულ ყველაფერი საბოლოო ჯამში და ამის გამის გაცნობიერება უნდა მოხდეს და თვითონ ივანიშვილმა უნდა გააცნობიეროს რომ მას დააბრალებს ყველაფერი მან წავა კი ბატონო. პროცესები ისე ლაგდება, რომ აქეთ მიდის. არის ერთი ნაწილი კიდევ როგორ ართმევს ქართული ოცნება ამში და ყველაფერი მან წავა ამ შემთხვევაშიც კი.
თუ მაგალითად კონკრეტულად ივანიშვილს არ ქონდა ამასთან შეხება, მაინც მას დაბრალდება, აი ამის თქმა მინდა. კი ბატონო. ეხლა მე არ ვიცი ივანიშვილი ახლა ხო არ დაურეკავდა ვიღაც სპეცნაზელს და ეტყოდა რომ რეზინეს ტყუია ისროლევა რა. კი ბატონო, თუმცა როგორც ქართული ოცნების გუნდი, აი ასეთი ტიპის ცოტა სულელურად ჟღერს ეს რაღაც სულელურად ჟღერს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მცდელობები აი ყველა ბრალდება ერთ ადგილას მივა. კი ბატონო. მესამე მოწმენით დაამტკიცა პარლამენტმა შეკრებების და დემონსტრაციის შესახებ ახალი შეზღუდვები, ბატონ დავით. ფაქტია, რომ ქვეყანაში არის სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, ფაქტია, რომ ის, რასაც დასავლეთი ევროკავშირი აკეთებს, აი ამ პროცესში დროდადრო ჩანს, ირკვევა, რომ ეს მოწოდებები, ეს რეზოლუციები, ეს მოქმედებები, ღია საჯარო განხილვები და სიტყვიერი, ასე ვთქვათ, მოწოდებები, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები არ არის და ვხედავთ ეტაპობრივად იგივე გადაწყვეტილება გამოვიდა ახლა იგივე ის რეპორტაჟი რომელიც მომზადდა ძალიან სერიოზული და რომელთან დაკავშირებითაც ესი არ დასრულდება და აუცილებლად გაგრძელდება გამოძიებაც დაიწყება და ასე შემდეგ და რა განაჩენი დადგება ამასაც ვნახავთ თუმცა ქართული ოცნება რას აკეთებს ამ პროცესში ცდილობს რომ ხელოვნურად აი ამ კანონების მიღებით ის პროცესი ჩაახშოს ქვეყანაში ვინაიდან ხედავს რომ წელიწადზე მეტია შეიძლება ბევრი ადამიანი არ გამოდიოდეს ყოველდღიურად თუმცა არ წყდება მაინც ყოველდღიური აქციები ქუჩაში და ის ადამიანები, რომლებმაც ერთი წელის წინ გადაწყვიტეს, რომ ქუჩაში უნდა გამოსულიყვნენ, დღესაც გამოდიან ეტაპობრივად. აი ამ პროცესს როგორ ცდილობს რომ მიუდგეს, როგორ ცდილობს რომ შეაჩეროს. ეს არის კანონები, რომელსაც იღებს შეზღუდვე. ეს არის უკანონო კანონები. აბსოლუტური აბსურდია ეხლა რომ ადამიანებს უთხრათ ტროტუარზე ნუ და აი სისულელია. ეს ისეთივე და ამაშია საქმე რომ ვითომ განათლებული სინამდვილე სრულად გაუნათლებელი კობახიძე ვითომ განათლებული იმიტომ რომ გერმანიული დიპლომი მიიღო ერთხელ თქვი მე რომ ვეკუა გახდათ თანამედროვეების მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მათემატიკოსი იყო პლანეტაზე სოფელში გაზრდილი კაცი იყო რომელიც გაიზარდა და წარმოჩნდა როგორც პლანეტაზე ყველაზე დიდი მათემატიკოსი. არის ცოტა, არის ფრანგული, არის გერმანული და არის ინგლისური. ამან არ შეუშალა ხელი მას, რომ ყოფილიყო ყველაზე დიდი მათემატიკოსი დედამიწაზე. ის რომ ადამიანმა გერმანული და ინგლისური იცის, კობახიძის გული სულაც არ ნიშნავს, რომ ცოდნა აქ ანჭკვიანია, ამას არ ნიშნავს. ჩვენ ერთ რამეს ხედავთ, ეხა საბრძანდაა ბატონი კობახიძე, თურქმენეთში და პოზირებს ვლადიმერ პუტინთან ერთად ერთ სურათში. ანუ აქ შეიძლება ბატონ დავით გასაკვირი არაფერი არ ყოფილიყო, მაგრამ ეს გასაკითხე კი ბატონო ამაზე. იმ ფონზე, როდესაც ყოველთვის სხვას ადანაშაულებდა ეს პოლიტიკური პარტია, მაგალითად მე მახსენდება არაერთი ასეთი ცილის წამება ქართული ოცნების მხრიდან. აი რაშია საქმე, რატო გავიხსენა იცი თურქმენეთი? მაგიტო არა. სად ჩაესვლება ამას? თურქმენეთში იცით როგორი წესია? აი მე გეტყვით ახლა შეიძლება გაოცდეთ თუ არ იცით ეს. პრეზიდენტმა თურქმენის პრეზიდენტი არის თურქმენის ხელმწიფე. კი ბატონო. ერთპიროვნული მმართველია და რა ბრძანებასაც გასცემს, ნებისმიერი ბრძანება დაუყოვნებლივ 100%-ით სრულდება. ერთ ჩვენიერ დღეს თურქმენის პრეზიდენტმა ახლანდელმა გაიგვიძა და თქვა რომ მე არ მომწონს მანქანების, თქვა შავი მანქანა არ მომწონს, მწვანე, ყავისფერი, წითელი, მე მომწონს მარტო თეთრი მანქანები და გამოსცა ბრძანება, რომ თურქმენეთში ყველა მანქანა უნდა იყოს თეთრი. და მინდა იცოდეთ, რომ თურქმენეთში თეთრის გარდა არც ერთი ავტომობილი არ არსებობს. საერთოდ, თურქმენეთში დადის მხოლოდ თეთრი ავტომობილი. ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი და მკაცრი სხვა ფერის ავტომობილი თურქმენეთში არ არსებობს, მარტო თეთრი ავტომობილები. ეს მეტყველებს ამ ქვეყანაზე. როგორც ასეც. ამ ქვეყანაში პრეზიდენტი ვინც არის, მანამდე თუ გახსოვთ იმამალი რა ვიცი, ვინ არიყვნენ, ვინც იყო პრეზიდენტები, სულ ყველას ოქროს ზეგლებს უდგავდნენ, ზეგლებს და ეს ადამიანები იყვნენ ერთპიროვნული მეფეები, იმპერატორები ადგილობრივი და ხელმწიფეები და როგორც გითხარით ეს ხელმწიფე რასაც უნდა იმას აკეთებს. ეხლა თეთრი ავტომობილები აქვს. ხვალ თუ გაიგვიძებს და იტყვის, რომ ყველა ავტომობილი უნდა იყოს ლურჯი. ყველა გახდება ლურჯი, ყველა შეღებავს ლურჯს. ესეა. ეხლა ბრძანდება იქ ბატონი კობახიძე. ეს რატო გავიხსენე, იცი? ჩვენ მივდივართ ზუსტად თურქმენეთის გზით. აი ბატონი კობახიძე აშენებს აქ საბჭოთა თურქმენეთს.
ჩვენ დიდი ხანია დავბრუნდით საბჭოთა ეპოქაში. კიდევ ვამბობ, ჩვენ ვაშენებთ ფეოდალურ სახელმწიფოს. ჩვენ ყავს ხელმწიფე ბიძინა ივანიშვილი და პირველი ვეზირია მისი კობახიძე და ყველაფერი ეკონომიკა, ბიზნესი, ყველაფერი არის ამათ ხელში. ფული ესენი რა კანონებსაც უნდა იღებენ, მოუნდებათ მიწას გაყიდიან, იმიტომ ამათია ეს მიწა. პატრიარქი ამბობს, არავის არ აქვს მიწის გაყიდვა, ამათ აქვთ. ეხლა ამათ ქვეს ტროტუარზე არ იქნება დემონსტრაცია. ტროტუარზეც არ შეიძლება, ქუჩაშიც არ შეიძლება. ადრე კანონი იყო როგორი, რომ ატყობინებდი მერიას, რომ მე ვაწყობ დემონსტრაციას. ეხლა სხვანაირადაა. ხე შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეხლა უნდა მიწერო ამათ და ამ ხელისუფლება უნდა გითხრას, რომ შეიძლება გითხრას არა. არ გაძლევ უფლებას. წადი და სადმე ტყეში მოაწყე მიტინგი, თბილისის ზღვის ტყეში. აი ეგ არის და უნდა წახვიდე ტყეში გააკეთო მიტინგი. ანუ მიტინგი ეხლა აღარ იქნება თუ ამათი ნებართვა არ არის. და ეს მოწონს ქართული ოცნების მომხრეებს. ჩვენ ფაქტობრივად საბჭოთა დიქტატურა ავაშენეთ და ეს მოწონს აი იმ კაცის ტვინში ჩამახედა ქართული ოცნების ხარდამი, რომელსაც ეს მოწონს. ესე იგი რა დონის გადებილება უნდა დაემართოს ადამიანს, აი რა დონის დაუნიზმით უნდა დაავადდეს, რომ ეს ყველაფერი მოწონდეს. და ამბობდეს, რომ ეს სწორია, რომ მიტინგი არ შეიძლება თუ ნებართვა არ მოგცეს ხელისუფლებამ, ადგილი მიტინგის მარტო იქ შეიძლება სადაც მოგცემს ხელისუფლება ნებართვას. დანოსების წერა კარგია და დანოსების საფუძველზე ადამიანებს იჭერენ და ეს ნორმალურია. აი ამას რო ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს ნორმალურია. ნუ არ ვიცი, ყველაფერი ერთი ხალხის ხელშია, ეს ნორმალურია. კი და ამ წესების გაუთვალისწინებლობა და ასე ვთქვათ, ამ წესების წინააღმდეგ წასვლა. სიტყვების თქმის გამო იჭერენ, რო თქვა სიტყვა, რომ გაყალბდა არჩევნები და არალეგიტიმურია, ჯერჯარიმაა, მერე გიჭერენ, აი ეს გონიათ ნორმალური. ნუ მე არ ვიცი ეხლა რა დონემდე შეიძლება ადამიანის გონება დაჩლუნგდეს, რომ აი ვერ ხვდებოდნენ, რაოდენ დიდ უბედურებაში აღმოჩნდით ჩვენ და. ამას ყველაფერს ხორცს ასხავს დიდი გამოჩენილი პლანეტაზე იურისტი ბატონი კობახიძე. და სად მიდის ეს ყველაფერი? ჯარიმა დაეკისრება ასეთ შემთხვევაში პარტიას თუ პარტია იქნება ხელმძღვანელი და დაკავება რა თქმა უნდა. მერე დაკავება. ნუ დიდი ხანია საბჭოთა სინამდვილეში დაგვაბრუნა ჩვენ გერმანელმა კობახიძემ დაგვაბრუნა საბჭოთა კავშირში. ახლა ის რომ საქმე რაშია თურქმენეთში ახლა შეხვედრა ეძღვნება თურქმენეთის ნეიტრალიტეტს. შვიდობის საკითხზე მიდის და ეს ხდება გაეროს ეგიდით, იქ გაერო მონაწილეობს. კი ბატონო. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მონაწილეობს, მიუხედავად იმისა, რომ თურქმენეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დედამიწაზე, ყველაზე საბჭოთა ქვეყანა რა, ყველაზე საბჭოთა და ყველაზე რაღაცა ბატონ დავით, აი კითხვას დაგისვავთ ამ საკითხთან და ეხლა იქ რომ ჩავიდა კობახიძე, ნუ რა, ჩავიდა ეხლა გაეროც ჩადის, კობახიძე ყველგან ჩადის, რომ დაამტკიცოს, რომ არ არის ბლოკირებული. ამ დროს არც ერთ მოწინავე ქვეყანაში ის არ და ვერ ჩადის და ახლა თურქმენეთს ჩავოთო არავის არ აინტერესებს, მაგრამ ნუ ჩადის ეს თურქმენეთში, კი ბატონო. ახლა იქ პუტინიც არის, გასაგებია და ვიღაცამ სურათი გადაიღო და ჯერცეთი გვერდი-გვერდზე არ დგანა, სადღაც პუტინი დგას და სადღაც იქ დგას კობახიძე, ნუ რა ქნას. აქ ახლა ამაში ვერ დავადანაშაულებთ. კი, მესმის, ვერ დავადანაშაულებთ, ბუნებრივია, მაგრამ წლების განმავლობაში თქვენს პოლიტიკურ პარტიას ადანაშაულებდნენ იმისთვის, რომ თუნდაც წერილი დაეწერა, ან თუნდაც ვინმე შეხვედრო და მეორე ხარისხოვან ან დეპუტატი იქნებოდა ეს თუ ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე რამდენად სწორია ეს ქართული ოცნების სტილია. ეს ორმაგი მიდგომა და სტანდარტი. ეს არის ქართული ოცნების სტილი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ქართული ოცნების სტილი. რუსეთთან არავითარ შემთხვევაში საქართველოს ჩვენ არ შეიძლება რომ დაუპირისპირდებოდეთ რუსეთს, ჩვენ არა გვაქვს ძალა რომ მოვერიოთ რუსეთს და არა გვაქვს ამის არანაირი შესაძლებლობები და შესაბამისად ჩვენ სამი დღეც ვერ გაუძლებთ შეხედეთ უკრაინაში რა ტრაგედია ტრიალებს. ეხლა ყველა გაჩუმდა უკრაინის თემას, აღარაშო აქამდე იყო რომ უკრაინა იმარჯვებს, უკრაინა ომს მოიგებს, ეხლა გაჩუმდნენ. ეს ხო სრულიად უსირცხვილო ტელევიზიებია, ეს სააკაშვილის ტელევიზია, მაგრამ რატო სააკაშვილის? იმედი არ იძახდა, რომ უკრაინა მოიგებს ომს. ქართული ოცნებაც და ნაციონალური მოძრაობაც და მათი ტელევიზიები ერთობლივად
გვიმტკიცებდნენ რომ მოიგებს ომს უკრაინა. რატო? იმიტომ რომ ესეთი იყო დასავლური პროპაგანდა და ესენს ხარს უჭერდა. შედეგი რა არის? უკრაინაში არის 12 მილიონი კაცი გაიქცა უკრაინიდან. ნახევრად გაიყო 6 მილიონი გაიქცა რუსეთში და რუსეთს მოქალაქეობა მიიღო, მეორე 6 მილიონი გაიქცა, ჯერ 10 მილიონი გაიქცა დასავლეთში, 4 უკან გამოაგდეს. ეხლა რამდენადაც მე ვიცი, კიდე ერთი, მოკლედ 5 დარჩა. 5 მილიონი უკან გამოყარა დასავლეთმა უკრაინაში. უკრაინის მეგობარმა დასავლეთმა 10 მილიონიდან 5 უკან დააბრუნა. დარჩა თუ არ ვთქვი 5 მილიონი დარჩა იქ, 6 რუსეთში. უკრაინაში დღეს ცხოვრობს მაქსიმუმ 30-31 მილიონი კაცი, 42 მილიონი ცხოვრობდა. ახლა ალბათ 31-ია ესა. ეს ერთი თემაა, მაგრამ მაგდენი არ ცხოვრობს, იმიტომ რომ უზარმაზარი მსხვერპლია, მილიონ კაცზე მეტია მოკლული. მილიონ კაცზე მეტი, ეს არის ჩვენი მოსახლეობის 1/13, რომელიც მოკვდა ამ ომში. და ვინ არის ამ ომში დამნაშავე? იმიტომ რომ ამ ომის არსი რა იყო? დასავლეთმა თავიდანვე იცოდა, რომ ეს ომი რა თქმა უნდა ამ ომში მონაწილეობდა დასავლეთი და თავიდანვე იცოდა რომ ეს ომი წაგებულია. მან ეს არ იყო საინტერესო. მან იყო მთავარი რომ გაჩენილი უკრაინელები და რუსები არის ერთი ხალხი, ერთი გენეტიკა აქვთ, ერთი რწმენა. აქ იყო გახლეჩვა რომ უკრაინელებს შეზიზღდეს, დარჩა ნაწილი გაჩნდა ვისაც ეზიზღება და დასავლეთმა რომ წაიღოს ლვოვი და ეხლა კიევი ეს უნდათ რომ კიევი და ლვოვი წაიღონ და დანარჩენი ისედაც წინასწარვე იცოდნენ რომ წაიღებს რუსეთი და უთმობენ. აი ამ ნაწილის წართმევა უნდათ. და რუსეთი არ თმობს ახლა კიევის დათმობა არ სურს რუსეთს და მე მგონი არც დაუთმობს. ამაზეა კიდე და ხალხი ისევ იღუპება ისევ ანუ აქ არის ცინიკური ომი რუსეთს და დასავლეთს შორის. უკრაინა ხურდაფულში იცვლება, იხლიჩება, მილიონ კაცზე მეტი მკვდარია, კიდე ბევრს მოკლავენ, დაშლიან ამ სახელმწიფოს, ბოლოს გაიყოფენ დიდი იმპერიები ნახევრად და ყველაფერი ტყუილი პროპაგანდა იყო და ყველაფერი ტყუილი იყო ამის ირგვლივ და ამ ტყუილში ქართველი ხალხი ამონაწილებს. და ანალოგიურად ჩვენი ჩაბმაც უნდოდა გარკვეულ ძალებს ამ ომში, მოლდოვას ჩართვაც უნდოდათ, მაგრამ არც მოლდოვა ჩაერთო, არც ჩვენ ჩავერთეთ, მადლობა ღმერთს ამ ამბავს გადაურჩით. მაშინ და ეს თავიდანვე ესმოდა ჩვენ სახელმწიფოს და ბუნებრივია ამის წინააღმდეგ მოქმედებდა, რომ ჩვენ არ აღმოჩენილიყავით ამას ჩართრეული და ჩვენი პარტია იყო ამის აქტიური მონაწილე, იმიტომ რომ არის პარტიები და პოლიტიკოსები, რომელიც პოლიტიკაში არიან 15 წელი, მაგრამ რეალურად პოლიტიკურ პროცესში არანაირი მონაწილენი არ არიან. ანუ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობენ, თორე ზოგადად ეხა არჩევნებში მონაწილეობენ. პარტიებია ყველა არჩევნისთვის მონაწილე იყო. ზოგმა მიტინგიც მოაწყო 1-2, მაგრამ არც ერთხელ არ მონაწილეებია ესეთ პროცესში, რომელიც მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოსთვის. ჩვენ სრულიად სხვა ხალხი ვართ, სხვა გუნდი ვართ, სხვა პარტია ვართ. ჩვენ ვიმონაწილეებთ ყველა იმ პროცესში, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენმა პარტიამ დაამარცხა ცრუ პეტრე წაავა, ცრუ მეუფე პეტრე, ჩვენმა ვინმემ კი არ დაამარცხა, ჩვენ კონკრეტულად, აი კონკრეტულად ჩვენ. რო არ გამოგვივიდეს ახლა თავის ქება. ჩვენ აი მე ვებრძოდი და ჩვენ ვებრძოდით, რომ ყველა დანარჩენი ჩვენად იყო. და მათ შორის ეკლესიაც, სხვათა შორის და ჩვენ არც გვინდოდა რომ ეკლესია ახლა ეკლესიისთვის დარტყმის მიყენება არ შეიძლება. მაგალითად მოვიყვანე ერთ ჩვენ ჩამოვაგდეთ სააკაშვილი კონკრეტულად ჩვენ არა ქართულ ოცნებამ ან კობახიძე იქნებოდა როდესმე პრემიერ-მინისტრი ჩვენ ვარ დაგვემარცხებინა არ ვერასოდეს ის მაშინ სოროსის ფონდის თანამშრომელი იყო სოროსის ფონდის მუშაკი იყო როცა ჩვენ ჩამოვაგდეთ მიხეილ სააკაშვილი და ზუსტად ასევე აი ეს პროცესები როდესაც მიდიოდა და დაძაბულობა და ომის საშუალება იყო ჩვენ ვიყავით აქტიური მონაწილენი რომ ეს ომი არ მომხდარიყო ჩვენ იმხელა დარტყმა მივიღეთ საკუთარ თავზე 2 წერილი მივწერეთ პუტინს. დიპლომატიური წერილები, სადაც აზრი რა იყო, რომ არ გვინდა ომი, ჩვენ არა ვართ თქვენი მტრები და მშვიდობა გვინდა და ხელისუფლება იძულებულია დასავლეთს გაუწიოს ანგარიში. ეს ეწერა იმ წერილებში და ერთ-ერთი წერილი ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა და აი ომის დაწყებამდე უშიშროების საბჭოს თომარო იყო რუსეთში. ეს წერილი დაიბეჭდა და ვიცოდით უკვე რომ ორი მიმართულებით წავა უკრაინა, საქართველო. აი ამ წერილმა გადაწყვიტა რომ მარტო უკრაინა საქართველოში არ დაიწყო ომი. და ამ საკითხებში რა თქმა უნდა ქართული ოცნებამაც თავისთვის, იმიტომ რომ მას სხვა გამოსავალი არ უნდა და ხელისუფლების შენარჩუნება ჭირდებოდა და ისიც მონაწილეობდა ძალიან აქტიურად და ეს შენარჩუნდა. მაგრამ ვინ უფრო მეტი იშრომა აქვს ჩვენ თუ ქართულმა ოცნებამ ამაზე ვილაპარაკეთ ჩვენ ბევრად მეტი წვლილი შევიტანეთ ამ საქმეში.
კეთილი მშვიდობით დასრულდა ეს ყველაფერი. მაგრამ ქართული ოცნების სტილი რა არის? მან წყინვალედ იცოდა რას ვაკეთებთ ჩვენ. მეტიც ეს ყველაფერი მაშინ ჩვენ პარტნიორობდით ქართულ ოცნებასთან, ბუნებრივი მოკავშირეობა და ეს მოკავშირეობის ფარგლებში კეთდებოდა, მაგრამ პარალელურად გამოდიოდა ტელევიზორში და იძახდა ASN არიან რუსეთის აგენტები, მე კი არა ვარო. ეს არის ამათი სტილი. რაც არ უნდა ამათთან ითანამშრომლო და ერთად რაღაც გააკეთო, როდესაც დაგესხმება ნაცმოძრაობა ან ვიღაცა, ქართული ოცნება გამოდის და იზახის, მე არა, ASN. შენთან ერთად მოვა ხელს ჩამოგართმევს და გეტყვის, რომ მოდი ეხლა ქვეყანას უჭირს, ქვეყანა იღუპება, მოდი ეხლა ვიმოქმედოთ ისე, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა და ვთქვათ რუსეთთან ომი არ მოხდეს. შენ ეტყვი, რომ კაი, მოდი, აბარა, რა თქმა უნდა. დავგეგმავთ ქმედებებს, დავიწყებთ ქმედებებს, რომ ეს გადავარჩენთ ომს ქვეყანას. მაგრამ ამ პროცესში ქართული ოცნება ტელევიზიიდან გამოდეტყვის, შენ ხარ რუსეთის აგენტი, შენი ბრალია. მე არა, მე კარგი ვარ. აი შენ ხარ აგენტი. ამ კოდს გაუგორებს ნაცმოძრაობას და იქით ვიღაც ამერიკას და ევროპას და შენ დაგაბრალებს ყველა. ეს არის ამათი სტილი. ასევე რომ ყველაფერი იგივე გახარიას ამბავი კაცო. ჯერ თავისიანი იყო გააღმერთეს, მერე დაანარცეს, ყველაფერი დააბრალეს, ყველაფერი აგინეს და ბოლოს ხელის დაარტყეს. ღარიბაშვილის შემთხვევაც თუნდაც. ღარიბაშვილი აიღე და ეს არის ქართული ოცნების სტილი. და ეხლა ჩვენ ამიტომაც გავიწიეთ და მივეცით საშუალება უთხარით და ჩვენ თუ გავიწევით, თქვენ გახდებით ყველაფრის აგენტები, გახდნენ კიდევაც. გახდნენ ყველა, მაგრამ ამათმა საბჭოთა ხელისუფლების აშენება დაიწყეს. ეს არის ტოტალური მატყუარები. ყველაფრის ხვაზე გადამბრალებლები. სხვისი ხელით ყველაფრის გამკეთებლები. აი ხა დააკვირდით, ეკლესია არჩევნების წინ ეკლესიას უთხრეს, რომ მოდიო სახელმწიფო რელიგიად გამოვაცხადოთ. რაც ამათმა ეკლესიას, აი სააკაშვილის დროს ეკლესია არ გალანძღულა ისე, როგორც ამ ხელისუფლების დროს. რეპუტაციული ძალიან სერიოზული ზიანი მიადგა კი ბატონო. და ვინ გააკეთა ეს ამ ხელისუფლებამ? ძირითადად ისევ მიშების, ცუ პეტრეების ხელით, მაგრამ ამ ხელისუფლებამ კონკრეტულად ამათმა ამის უკან ესენი იდგნენ. ამათი ხელით კეთდება ყველანაირი ბოროტება და სიბინძურე, მაგრამ მერე სხვებს აბრალებენ. ეს არის ამათი სტილი. და ეხლა არიან სუდღეში, იმიტომ რომ ამ მუდმივად უკვე ყველა ხდება რა მატყუარები არიან და ხდება ამათი მხილება ყველანაირი. კი ბატონო. ჩვენ ეხლა ესენი წავიდნენ თურქმენეთში, გასაგებია, ნუ იქ არაფერი არა, უნდა წასულიყვნენ, გაეროს ეგი დაიყო, ჩავიდა კობახიძე, ნუ იქ რაღაც სურათში გამოჩნდა პუტინი რა ამერე. კი ბატონო. გასაგებია, რომ ყველა დააბრალებს, აი შენ პუტინთან სისულელე. ბატონ დავით, ეს ალბათ ნაკლებად აინტერესებს თვითონ, მაგრამ ყველაფერი რაღაცნაირად ბუმერანგის პრინციპით უკან უბრუნდებათ ის, რასაც ამ წლების განმავლობაში აკეთებდნენ და ამკვიდრებდნენ, ხომ? თქვენ რომ ვიღაცას ენახეთ, მაგალითად ვლადიმერ პუტინთან ერთად დღეს სურათზე, აბსოლუტურად თავიდან დაიწყებოდა, აი ხომ გარწმუნებდით, რომ ესენი იყვნენ პრორუსული პარტია და ასეთ რეჟიმში წარიმართებოდა და დღეს ქართული ოცნებისთვის ეს არაფერს არ ნიშნავს და ეს ლოგიკურია, ეს სწორია და ამიტომაც იმკიან ამ ყველაფერს. რაშია საქმე, იცით? პუტინი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს დედამიწაზე და მასთან შეხვედრაც, ლაპარაკიც, მუშაობაც და შედეგის მიღწევაც არის აუცილებელი. პუტინს ხვდება ტრამპი. და არ არის პრობლემა. ამიტომ არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს პრობლემა თუ პუტინს ამ შემთხვევაში შეხვდება პრემიერი კობახიძე. კი ბატონო. და თუ ჩვენ შევძლებთ პუტინთან შეხვედრას, ამაში არაფერი პრობლემა არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ტრამპი ხდება პუტინს. აქ ხო სხვა რამეა, ეს არის პროპაგანდა სხვადასხვა მხარეების, რომელიც სისულელესია დაყნობილი, მეტი არაფერზე. ახლა ვიღაცა წერს ირმა ინაშვილს, რომ შენო გამოსვლებსო და შენ წერილებსო, ან თარხანმოურავის ვიდეოებს ან რაღაცას, რატომო აშუქებენო ნაცმოძრაობის სააგენტოები. ეხა აი ამას რო კაცი დაწერს, ეხა დებილი არ არის, აი მაგას ერთი უჯრედი მაინც აქვს თვინში. მეტყვი. აბსოლუტურად. ეს არის ერთუჯრედიანი ამება ეხლა რა, რას ნიშნავს? რატო? ესე იგი მთლადნოლი არა ვართ მიწერა ინაშვილმა, რაღაცას წარმოვადგენო და იმიტომაც რატომ არდებს ქართული ოცნების სააგენტოები? არ არის საინტერესო? იმიტომ რომ კობახიძემ უბრძანა რომ ამათი არც ერთი სიტყვა არ გააშუქო. ის სააგენტოები რატო დებს? იმიტომ რომ თუ ჩვენ ისეთ რამეს ვიტყვით, რაც ქართული ოცნების წინააღმდეგია, ის სააგენტოები დადებენ იმავ წუთს, მაგრამ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რაც იმათ საწინააღმდეგოა, ის სააგენტოები ამას არ დებენ.
რა არის გაუგებარი, მაგრამ ამას თუ ვერ ხვდები, ეგეთი ამება თუ ხარ, რაზე უნდა ვილაპარაკოთ. ახლა სააკაშვილი, როგორ შეიძლება სააკაშვილის ხალხი ვინმეს რამეს აბრალებდნენ? კაცი კგბ-ს ჯარში მსახურობდა მიხეილ სააკაშვილი, ეფრეიტორად ჩამოვიდა. ინსტიტუტი დაამთავრა კგბ-ს. არა კიევის საერთაშორისო ფაკულტეტი, რომელიც დაამთავრა, ის იყო კგბ-ს კურატორობაში. ჩამოვიდა იქიდან ლეიტენანტის წოდებით. გენერალი მალამუჟის კურატორობაში იყო. წერილი ჩამოიტანა საქართველოს, მაშინ იყო უშროების კომიტეტში რომ სამსახურში აიყვანა და იქიდან გაანაწილეს, იყო თანაშემწე ჩიკვაიძე იყო მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი, უშიშროების კვოტით იყო განაწილებული. და მე უშიშროებისვე ბიძგით წავიდა ამერიკაში სასწავლებლად და იქ მეორე ვერბოვკა გაიარა უკვე ამერიკელებთან. კაცი დღემდე კგბ-ს ოფიცერია. აღარ ვლაპარაკობ მარტო სააკაშვილზე, ნახევარი მთავრობა და ხელისუფლება სააკაშვილების უყოლა კგბ-ს ოფიცერი, ესენი სხვაზე რო ლაპარაკობენ, რაღაც რუსეთის აგენტები, მართლა აგენტები, საოცრება, მაგრამ აი ამას რო ვიტყვი ახლა მე და ეს მithქვავს ბევრჯერ. ამას ხო სააკაშვილის მომხრე სააგენტოები არ დადებენ. არ დადებენ, ამას დადებენ ქართული ოცნების მომხრე სააგენტოები. თუ ქართულ ოცნებაზე რაღაცას ვიტყვი, იმას დადებენ სააკაშვილის მომხრე სააგენტოები და ქართული ოცნების ერთუჯრედიანი ამბება მხარდამჭერი გამოვა და გეტყვის რომ რატო გაგაშუქა სააკაშვილის აი ამ სისულელეში ვცხოვრობ და ნაციც უნდა დაგაბრალონ და არა ეხლა ამათ მიდგომა აქვს როგორმე რომ ყველას დააბრალო ნაცობა ნუ ეხლა სააკაშვილი მე ჩამოვაგდე და ჩემზე ამბობენ რომ ესო ნაცების რიტორიკა რა ნაცების რიტორიკა ნაცებს სადა აქვს რიტორიკა და ტვინი და სად არიან ეს ნაცები აღარ არსებობს ნაცმოძრაობა ფაქტობრივად და ყველას ეუბნებიან ნაცების რა ნაცების რიტორიკა აღარ არსებობს ნაცმოძრაობა და მაინც საფრთხის რეჟიმში ჩვენი გონება გვაქვს და ჩვენი გონებით საუბრობთ რა თქმა უნდა არ გჭირდება ნაცებზე ბევრად ჭკვიანები ვართ და ქართულ ოცნებაზეც ბევრად ჭკვიანები ვართ არც იმათი რიტორიკა გვინდა და არც ამათი ჩვენი გონებით საუბრობ და ეს გონება აღემატება თავის გონებრივი შესაძლებლობებით ყოფილი არ არსებულ ნაცმოძრაობასაც და არსებულ ქართულ ოცნებასაც ბატონ დავით სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო რჩება ვერ ვასწრებთ საუბარს ეკონომიკურ და სოციალურ თემებზე მე მინდოდა ამაზეც მეკითხა იმიტომ რომ 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა და პრაქტიკულად რაც ვნახეთ სოციალური მიმართულებით ძალიან ცოტა რამ გავიგეთ და გავიგეთ ის რომ 16600 გახდება პრეზიდენტის პრემიერის ხელფასები და 20 ლარით მოემატება პენსიონერს პენსია სოციალური მიმართულებითაც კი ამ ქვეყანაში პრემიერი დიდი ხანია მილიონერია ისე როგორც წინა პრემიერები არიან მილიონერები და პრემიერი კობახიძე რომელიც მილიონერია და რა თქმა უნდა ბიზნესებიც აქვს ადანაშაულებს პრემიერ ღარიბაშვილს მილიონერობაში რომელსაც ასევე აქვს ბიზნესები ესენი ყველანი დიდი ხანია მილიონერები კი არა 10 ჯერ მილიონერი მულტიმილიონერი ქვია ამას 10 ჯერ მილიონები აქვს და 100 ჯერ მილიონები 100 ჯერ რამდენად ხედავს ამ ყველაფერს ჩვენი საზოგადოება აცნობიერებენ რომ პოლიტიკური ყველაფერს ხედავს და თუ ვერ ხედავს აგერ ჩვენ ვეუბნებით 100 ჯერ მილიონერები არიან ფეოდალები ვეზირები ხელმწიფის ვეზირები რომლებმაც ეს ქვეყანა მიიტაცეს და თქვენ უბრალო ხალხს ყველაფერი წაგართვეს ჩვენი დრო ამოიწურა სამწუხაროდ დიდი მადლობა ბოლოს პერიოდში ვამბობ მოთმინებისთვის მაყურებელს რომ ითმენს და ისმენს ამას ხალხნო ეს ქვეყანა ჩაიგდო ხელში ავაზაკებმა და ყველაფერი წაგვართვა ჩვენ და გამოუფხიზლდეთ ეს საბჭოთა ავაზაკები თუ არ მოვიშორეთ მომავალი არ აქვს საერთოდ დიდი მადლობა და დიდი პატივისცემით გემშვიდობებით მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე ბატონი დავით არხანმოუროვი გსტუმრობდა გადაცემაში არ გადართოთ დარჩით ჩვენთან და წინ ძალიან საინტერესო ინტერაქტიული გადაცემით შემოგერთდებით დროებით